საღამო მშვიდობისა ბავშვებო. მე ვარ ნინო მარგველაშვილი, დღე 14 და დღეს უნდა წაგიკითხოთ წიგნი, რომელსაც ასე ეწოდება, რომ ალეპოს კატის ადამიანი. მოკლედ, ალეპო ეს არის ქალაქი სირიაში. სირია ახლოს არის საქართველოსთან მეტნაკლებად. ეს არის ძველად სირიის ერთ ნაწილს მესოპოტამიასაც ეძახდნენ. და ეს არის წიგნი ნამდვილ ამბავზე. ეს არის ნამდვილი ადამიანი, რომელიც ახლოს ცოცხალია. სირიაში, მოკლედ 2000, ანუ სხვა ომები იყო, მაგრამ 2012 წელს ალეპოში სამოქალაქო ომი დაიწყო. და ბევრი ადამიანი, ვინც ალეპოში ცხოვრობდა, წავიდა ქალაქიდან და ქვეყნიდან, იმიტომ რომ ამ ქაოსში დარჩენა აღარ უნდათ, რომ მშვიდობით გაეგრძელოს ცხოვრება. თუმცა ბევრი ადამიანი კი წავიდა, მაგრამ თავიანთი შინაური ცხოველები ვერ წაიყვანა ბევრმა, ამიტომ უამრავი კატა დარჩა უსახლკაროდ. და ეს არის ალა, რომელმაც ეს კატები, ამ კატებზე ზრუნვა დაიწყო და მერე თავშესაფარიც გაუკეთა. და ეს ამბავი იმდენად გასაოცარი და ლამაზი ამბავი იყო, რომ მთელ მსოფლიოში გაიგო ხალხმა ამის შესახებ და დაიწყეს დახმარება ალასი, რომ აი ამ კატებს, სხვა ცხოველებს თავშესაფარი, ანუ მოკლედ მხარდაჭერა რო ქონოდათ ფულით, საჭმელით და ასე შემდეგ. და ოფიციალურად დაარქვეს, აი ესე ქვია რა, ალეპოს კატის ადამიანი, ხო არის სპაიდერმენი, ხო? ეს არის კატმენ, კატა ადამიანი, კატების ადამიანი. წიგნი დაწერა. წიგნის ავტორი არის ირენა ლათამი და კარიმ შამსი ბაშა. გაჩვენებთ ახლა წიგნის ავტორებს. აი ეს არის ირენა და ეს კაცი არის კარიმი. ირენა არის ამერიკელი, რომელიც გაოცდა ამ ამბით და მისი ამ ხელოსრუნვა და სიყვარული რო ქონდა ამ კატების მიმართ და გადაწყვიტა რომ წიგნი დაეწერა, მაგრამ თვითონ რადგან სირიაში არ ცხოვრობდა, ხო? იპოვა ასევე ამერიკაში გადასული სირიელი კაცი, კარიმი, რომელთან ერთადაც დაიწერა ეს წიგნი. წიგნის ილუსტრაციები ეკუთვნის იუკო შიმიზუს და იუკო წერს, რომ ამ წიგნის ნახატებს სანამ დავიწყებდიო დახატვასო, დაახლოებით 9 თვე თუ 6 თვე კვლევას ვატარებდიო, ანუ წიგნები რაც იყო სირიაზე, ფოტოები რაც კი არსებობდა, ხო? ინტერნეტში იძიებდა, რომ როგორ ეცვათ, როგორი სახლები ქონდათ, როგორი შენობები არის, როგორ რა საჭმელს ჭამენ, ანუ გამოიკვლია, რომ კარგად შეეგრძნოს სირიელები როგორ ცხოვრობდნენ, რომ შემდეგ მიმსგავსებული დაეხატა. იმიტომ რომ არც იუკო არ იყო სირიიდან, ხო? მოკლედ, აქ რასაც ნახავთ, ეს არის ნამდვილი ამბავი, ეს ნახატები კი რეალურად იუკო ამბობს, რომ შეიძლება ზუსტად ესეთები არ არიან, მაგრამ როგორც სირიაში ცხოვრობენ, აი იგივეს გადმოტანა მინდოდაო. მოკლედ, დავიწყოთ. წიგნი მიუძღვნეს ყველა თავის ძვირფას ადამიანებს. ირენა მიუძღვა ალას, აი ამ თავარ პერსონაჟს და ყველა იმ დაზარალებულს და გადარჩენილ ადამიანს, რომლებიც აი ამ ომს ემსხვერპლენ. კარიმმა მიუძღვა ეს წიგნი თავის სამშვილს, ზადეს, დურის და დემის. და ყველა იმ ადამიანს, ვინც კარგ საქმეს აკეთებს ცხოვრებაში. ხოლო იუკომ ტატიანა კორდობას მიუძღვნა ეს წიგნი და უთხრა, რომ შენს გარეშე ეს წიგნი ასეთი არ გამოვიდოდაო. ნახე როგორი შენობები არის სირიაში. როგორი არქიტექტურა. რადგან ეს წიგნი ალაზია და ალას შეგიძლიათ იპოვოთ ინტერნეტში, მოიძიოთ, ესე შეგიძლიათ ჩაწეროთ კატის The Catman of Aleppo, ხო? და პირდაპირ თქვენი თვალებით შეგიძლიათ ნახოთ ეს რეალური ადამიანი, როგორც ზრუნავს კატებსა და როგორც ცხოვრობს. ამიტომ ალამ გადაწყვიტა, რომ თვითონაც წერილი მოეწერა და ნახე არაბული ასოებით.
წერილი მოგწერა და მე გადმოითარგმნა კიდეც და ნახოთ რას გვწერს. ძვირფასო მკითხველო. ეს არის ამბავი კატებზე, ომზე, ადამიანებზე, მაგრამ ყველაზე მეტად ეს ამბავი სიყვარულზეა. იმიტომ რომ მე კატები ესე მიყვარს, ახლა უკვე შემიძლია რომ სხვა ყველა ცხოველს დავეხმარო. ასევე ადამიანებს, უფროსებსაც და ბავშვებსაც, რომლებიც ომის გამო დაობლდნენ სირიაში, როცა 2011 წლის მარტში ომი დაიწყო. უამრავი გულუხვი ადამიანი მთელი მსოფლიოდან მეხმარებიან და მხარს მიჭერენ, რომ გავაუმჯობესოთო ჩვენი თემიო. ახლა უკვე ბავშვთა თავშესაფარის გვაქვს, სადაც ბევრი ბავშვი ცხოვრობსო, კლინიკების და თავშესაფარით, სადაც ცხოველებს ვეხმარებითო. შენ შეგიძლია დახმარება, გახსოვდეს, როგორც ადამიანებს, ასევე ცხოველებს სტკივად წვალობენ და იტანჯებიან და თითოეული მათგანი იმსახურებს თანაგრძნობას. ერთად ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სამყარო უკეთესი გავხადოთ. მუჰამად ალა ალ-ჯალიო. დავწყეთ. ალას თავისი ქალაქი ალეპო უყვარს. უყვარს ვიწრო ქუჩები, ბაზრებით სავსე, სადაც იყიდება ფისტები, ფისტა თხილები რო არის, ხო იცი ესეთი მაგარი ჯავშანი, რომელიც უნდა გადატეხო და შიგნით მწვანე თხილი რო არის, ხო? ფისტა ეს არის. ამ ბაზარში მოკლედ ბევრი ფისტა არის სირიაში. იყიდება ჟასმინის საპნები და მწვანე ზაათარი. აი გუყვარდა, ზაათარი არის სირიული საჭმელი, რომელიც კეთდება თურმე ბეკონ მწვანილებისგან და სეზამის მარცვლებისგან. მას უყვარს მოხარშული სიმინდი და გამომშრალი ლეღვი, რომელსაც ქუჩებში ყიდიან. ყველაზე მეტად ალას უყვარს ალეპოს ხალხი. ისინი არიან თბილები, ისინი არიან თავაზიანები და მოსიყვარულები. ზუსტად ისევე, როგორც ალა არის. როგორც ჩვენთან არის ბაზარი, ხო? ბაზარში სუპერმარკეტები ხო გვაქვს, მაგრამ სუპერმარკეტების გარდა არის ბაზარი, სადაც აი ესე დიდი სივრცე და ხალხი ყველა თავის რაღაცებს ყიდის, ხო? მაშინაც კი, როცა ალეპოში ომი იწყება, ალა არ ტოვებს თავის ქალაქს, განსხვავებით სხვა ადამიანებისგან. ალა აგრძელებს თავის სამსახურს, მუშაობს როგორც სასწრაფოს მძღოლი, ის დაქრის აი ამ დანგრეულ ქუჩებში და დაზარალებულ დაჭრილ ადამიანები უსაფრთხო ადგილას გადაყავს, ის ანუგეშებს, ის ხელში იჭერს, ალას დიდი გული აქვს. ალას საქმე არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მასაც ენატრება ხოლმე თავისი საყვარელი ადამიანები. სად არიან ახლა ისინი? ნეტო უსაფრთხოდ არიან? ენატრება როგორი იყო ომამდე მისი ქალაქი. ალეპოს ქალაქის ცენტრში აღარ ისმის ეს დიდარი გასაოცარი ხმები, როგორ მუშაობდნენ სპილენძის ქვაბებს, როგორ აკეთებდნენ ხალხი, ხო, ანუ ამ ჩაქუჩებით ხმების გამოცემა, ან როგორ ლესავდნენ ტრადიციულ ხმლებს. მისი სამეზობლო ახლა ცარიელია. ხო, როგორც ჩვენთან მაგალითად, არ ვიცი, თონის პური იყიდება, ხო? იცი რომ ქუჩაში რო გაივლი, ან ბათუმში როგორც არის, სიმინდი, ხო? ანუ იცი რომ ეს იქაური მაცხოვრებლებისთვის დამახასიათებელი რაღაც ყოველდღიურობა არის და ალეპოში უკვე ეს ხმები, ხმაურიც კი აღარ ისმის. ცარიელია. გარდა კატებისა. მიტოვებული კატები ესე დადიან ნანგრევებში და ჩუმჩუმად ეძებენ სხვადასხვა ჭუჭყიან ადგილებში საკვებს. მათი სახლები განადგურდა და ახლა არავინ არის დარჩენილი, რომელიც მათ შეიყვარებს. მათ ზურგზე მოეფერება. არავინ არის, ვინც მათ საკვებს და წყალს მისცემს. ერთხელაც, როცა ალა
სახლში ბრუნდებოდა სამსახურიდან, გააშიაჩერა თავისი სასწრაფო მანქანა, იმიტომ რომ გაიგო, რომ ძველი ზეთისხილის ხიდან 2 კატა ეძახდა მას. 3 კატა კიდე სირიულ ღვიის ხეზე, მწვანე ბუჩქოვან ხეზე დაინახა. ალას დიდი გული სიყვარულით აივსო. შეიძლება ბომბები ისევ ცვიოდეს, მაგრამ მისი სიყვარული და მისისთვის საყვარელი ადამიანები ალეპოში ვეღარ დაბრუნდებიან. მაგრამ არის რაღაც, რისი გაკეთებაც ალას შეუძლია. მას შეუძლია კატებზე ისრუნოს. ხო და მეორე დღეს, როცა სამსახური დაუმთავრდა, ალამ თავისი ფული, რაც ჰქონდა ოდნავ ცოტა, წავიდა ბაზარში და ახალი ხორცი იყიდა. შემდეგ ეს ხორცი პარკიდან ამოალაგა. კატებმა საკუთარი თავები ესე ცოტა წამოწიეს. ჰაერი შეიყნოს ეს, იმიტომ რომ ექსტრა მშივრები იყვნენ. და ალა ეძახეს. ეი, პისო. ხა, სირიული სიტყვებიც გავიგეთ. და პისო, ატა. და დაახლოებით 10-მდე კატა გამოვარდა ალასკენ. კუდები მაღლა აპრეხილი. მისცა ცოტ-ცოტა ხორცი და თბილად ესაუბრებოდა მათ. კატები ღეჭავდნენ და კრუსუნებდნენ და ღეჭავდნენ. მალე მათი მუცლები გაივსო. ზუსტად ისევე, როგორც ალას გული. ის იღიმება და კატებს ეფერება. და კატებიც უკან ეფერებიან მას. ალას ხორცი და წყალი ყოველდღე მოაქვს კატებისთვის. და 10 კატის ნაცვლად ახლა 20 კატა გამოჩნდა. 20 კატა 50 კატად იქცა. მარტო კატებზე ზრუნა უკვე მისთვის შეუძლებელი ხდება. ადგილი მჭირდება, სადაც მათ უსაფრთხოდ ვამყოფებ. ეუბნება ალეპოში დარჩენილ მეზობლებს ალა. ერთად ჩვენ შეგვიძლია მათი გადარჩენა. გავრცელდა ეს სიტყვა და ეს მისი იდეა და განზრახვა და მთელი მსოფლიოდან ინტერნეტით მოხალისეები ჩამოვიდნენ. გამოუგზავნეს ფული სხვადასხვა ქვეყნებიდან. ყველას უნდოდა ალეპოს კატების დახმარება. რა მაგარია, რა საოცრები ვართ არა ადამიანები, რა აბსოლუტურად სხვა ქვეყანაში ადამიანმა გადაწყვიტა, რომ კატებს დახმარებოდა და ეს ხმამაღლა თქვა, რომ ეს სურვილი მაქვს, დახმარება მჭირდება, თავშესაფრნა გქონდა და სხვა ადამიანები, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, ფული გაუგზავნეს, საკვები გაუგზავნეს, ამანათები, რომ მხარი დაეჭირათ ალასთვის. ალამ შეაგროვა საკმარისი ფული და ამ ფულით იყიდა შენობა, რომელსაც ჩრდილიანი ეზო ჰქონდა. აი ამ თავის თავშესაფარს დარქვა ერნესტო კატების სახლი დაარქვა და ერნესტო იყო თავისი საყვარელი მეგობრის კატის სახელი. მალე კატები ყველგან იყვნენ სტაფილოსფერი კატები, ზოლიანი კატები, თეთრი კატები, ნაცრისფერი კატები და შავი კატები. ყველა კატას ჰქონდა თავისი ჯამი საკვების და თავისი ჯამი წყლისთვის. ახლა როცა ალეპოდან მაგალითად ადამიანები მიემგზავრებიან, თავიანთი კატები ამ თავშესაფარში მოყავთ, სანამ წავლენ ხოლმე. იმედმა და სიყვარულმა აავსო ადამიანების გული, როდესაც იგებდნენ აი ამ კატების თავშესაფრის წარმატების შესახებ და კიდევ უფრო მეტ ფულს უგზავნდნენ ალას. ამ ხელა მხარდაჭერით ახლა ალას უკვე შეუძლია, რომ სხვა ცხოველების გადაარჩინოს. ცხვრები, მაიმუნები არიან, პეკეკოები, მელიებიც კი, პატარა ცუგები, ძაღლებიც, მამალიც თუ ქათამიც, არწივიც. ასევე იმ ხელა მხარდაჭერა მიიღო, რომ ალამ
ბავშვებისთვის, რომლებიც ისევ ალეპოში ცხოვრობდნენ, ააშენა საბავშვო მოედანი. სასრიალოებით, გასართობებით, წარმოგიდგენთ რა მაგარია, ხო? ანუ დანგრეული რო არის, ყველაფერი ჩამონგრეული და უცბად გასართობების, სასრიალოების, საბზრიალოები რო ჩნდება, ხო? რამხელა სიხარული არის ბავშვებისთვის. ყოჩა ხალას. ასევე ალა ეხმარება, რომ ჭა ამოთხარონ, რათა ყველას კონდეს სუფთა წყლის დალევის შესაძლებლობა. ის უნაწილებს ყველას, ვინც ქუჩაში შეხვდება, ხილს, მამულის და ბარაზეკის პეჩენიებს. მამული არის ფხვიერი პეჩენიები და ბარაზეკი არის სეზამის მარცვლებით გაკეთებული პეჩენია. მართლა რამხელა გული ქონია ალას. ალას დიდი გული ბედნიერია. მან მხოლოდ ის გააკეთა, რომ უყვარდა კატები. და აი ეს სიყვარული გამრავლდა და გამრავლდა. მას კიდევ ენატრება, რა თქმა უნდა, მისთვის ძვირფასი საყვარელი ადამიანები, ხო? შეიძლება თავისი საყვარელი მეზობლები რაღაც სხვა ქვეყანაში წავიდნენ, ხო? ან თავისი და არ ვიცი ზუსტად, ხო? მაგრამ თავისი ოჯახის წევრები აღარ არიან მასთან ერთად, იმიტომ რომ სხვა ქვეყანაში გადავდნენ. დღემდე ენატრება. ზუსტად ისევე როგორც და დღემდე უყვარს, ზუსტად ისევე როგორც ომამდე იყო, მაგრამ ახლა ალა თელ მსოფლიოში არის ცნობილი, როგორც ალეპოს კატის ადამიანი, როგორც ალეპოს cat man. ალას უყვარს ალეპოს ქალაქი. ის იმედოვნებს, რომ ერთ დღეს ბაზრებში ისევ გაიყიდება ფისტები და ჟასმინის საპნები და სიამოვნებით ჩატკვება მოხარშული სიმინდისა და მშრალი ლეღვის ჭამით. ამასობაში მას უყვარს თავისი თავშესაფრის ეზო, რომელიც სავსე არის ჩაპუტკუნებული, ნამძინარები, ესე თვალებიანი კატები. არ არსებობს ადგილი, სადაც ყოფნას ინატრებდა ალა. დასასრული. და აქაც კი ჩანს, როგორი ბედნიერი არის. მიუხედავად იმ ბევრი ტკივილისა, რაც გამოიარა და რასაც ხედავს ხოლმე ყოველდღე. ნახე. ჩუსტიკებით კატები. ჩვენთანაც რამდენი კატაა რა და ძაღლებიც. აი ეს. პატარა მონაკვეთი, ჩანახატი ალეპოს სირიის ქალაქიდან. ეს იყო და ეს თეთრი მტრედები გემშვიდობებია. ტკბილი ძილი და შევხვდებით